მოგესალმებით მეგობრებო, მე გუჯე ვარ და ვაგრძელებთ გადაცემებს hard rock-ის სამაგელოზე. ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან. გეცნობათ ბენდი ფოტოზე? სიმართლე გითხრათ, მათ შემოქმედებას არც მე არ ვიცნობ, მაგრამ აქ იყო ერთი ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა, რომელიც არასოდეს დასრულდება. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს გახლავთ ბენდი Yardbirds, ხოლო ის ადამიანი წეღან ვიზეც ვსაუბრობდი, გახლავთ ყველასთვის საყვარელი, შეუდარებელი, დავიწყარი, გენიალური, ფანტასტიკური, კოსმიური Jimmy Page. Yardbirds დაიშალა და Jimmy Page-მა გადაწყვიტა, რომ შეექმნა ახალი ბენდი, რომელსაც სახელად დაარქვა New Yardbirds. საღოლ Jimmy, მაგარი კრეატიულია. ვოკალი Robert Plant. ბას-გიტარა და კლავიში John Paul Jones-ი, დრამი John Bonham-ი. Jimmy დაფიქრდა და ალბათ მიხვდა, რომ ეს სახელი მაინც და მაინც კრეატიული არ იყო. შემდეგ ბიჭებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, შეჯერდნენ სახელზე, რომელიც სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩება. Zeppelin-ი, Zeppelin-ი, Hualinki. ქალბატონებო და ბატონებო, Led Zeppelin-ი. სწორედ აქედან ვიწყებთ და ვიწყარი ისტორიის მოყოლას. მათ პირველი ალბომი 1969 წლის 12 იანვარს გამოუშვეს. ეს იყო როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დებიუტი. ალბომის სახელწოდება Led Zeppelin გახლდათ. მასში შედის ისეთი დიადი სიმღერები, მაგალითად როგორიც გახლავთ Dazed and Confused, You Shook Me, Baby I'm Gonna Leave You, Good Times, Bad Times და ასე შემდეგ. ჩემთვის პირადად ყველაზე საყვარელი სიმღერა ამ ალბომში Dazed and Confused გახლავთ, რადგან მასში არის არაჩვეულებრივი განვითარების ფაზები. Bluesy, hard rock-ი, heavy metal-ი, ეს ყველაფერი ერთად კი აი ამ არაჩვეულებრივ ჟღერადობას ქმნიდა. ამ ბიჭებმა ნამდვილად ახალი სიტყვა თქვეს მუსიკისა და hard rock-ის ისტორიაში. მათ მიაღწიეს ძალიან დიდ წარმატებას. ამ ალბომს მოყვა შემდეგი ალბომი, რომელსაც ერქვა Led Zeppelin 2. შემდეგ გამოვიდა Led Zeppelin 3. შემდეგ კი გამოვიდა Led Zeppelin 4, რომელშიც არის შესული აი ეს გენიალური სიმღერა. მათი მუსიკა გასცდა ყველანაირ საზღვარს და დაიპყრეს მთელი მსოფლიო. აუცილებელია ითქვას ის, რომ Page-ის გიტარის ჟღერადობა იყო არაამქვეყნიური. Plant-ის ვოკალი იყო ძალიან ძლიერი და ღრმა, რაც უფრო მეტ სიღრმეს მატებდა მათ შემოქმედებას. Paul Jones-ი გამოირჩეოდა თავისი საოცარი მუსიკალურობით. ხოლო ამ ყველაფერს საბოლოო სახეს თავისი ზეინტელექტითა და რიტმის შეგრძნებით John Bonham-ი აძლევდა. 1966 წელს გამოვიდა The Song Remains the Same. ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია ერთის მხრივ 1963 წელს ჩატარებული Madison Square Garden-ის კონცერტი, მეორე მხრივ იგი მოიცავს მხატვრულ ფანტასტიკურ სცენებს, რომელიც ჯგუფის წევრების პირადი ფანტაზიის კინემატოგრაფიულ რეფლექსიას წარმოადგენს. Led Zeppelin გახდა არაადეკვატურად წარმატებული ბენდი, იმდენად არაადეკვატურად, რომ რადიო და ჭორები Plant-მა და Page-მა სული ეშმაკს მიყიდეს. წარმოიდგინეთ, სხვანაირად ახსნას ვერ უძებნიდნენ, რატომ იყო ეს ბენდი ასეთი წარმატებული. მე კი ძალიან მარტივი ახსნა მაქვს, ისინი უბრალოდ ძალიან მომხიბვლელები და ნიჭიერები. მიუხედავად იმისა, რომ მოვლენებს გავასწარი, მაინც ვიტყვი, რომ 1975 წელს გამოვიდა აი ეს გენიალური ალბომი, სახელად Physical Graffiti. ამ ალბომის და მთლიანად მუსიკის ისტორიის მარგალიტი გახლავთ აი სიმღერა სახელად Kashmir-ი, რომელიც Jimmy Page-მა და John Bonham-მა საჰარას უდაბნოში მოგზაურობის დროს დაწერეს. თქვენის ნებარ თვითოდნავ გადაუხვალ. ძალიან მიხარია, რომ ასე მომყობი და ბოლომდე მიყურებ. ამიტომ გთხოვ, დამიფასე შრომა და არხი გამოიწერე. მადლობა. 1976 წელს გამოუშვეს ალბომი Presence, 1979 წელს გამოუშვეს Into the Outdoor. 1980 წელს Bonham-ი ტრაგიკულად გარდაიცვალა. წინაღამით ძალიან ბევრი დალია. დილისკენ ღებინება ყელში დაუგროვდა და გაიკუდა. დღემდე ძალიან ბევრი როკის მსმენელისთვის Bonzo პირველი დრამერია ისტორიაში. რაღა დაგიმალოთ და მეც ასე ვფიქრობ. ამ ამბის შემდეგ ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ მოღვაწეობას აღარ გააგრძელებდნენ. 1982 წელს გამოვიდა აქამდე უცნობი სტუდიური ჩანაწერები. Royal Albert Hall-ი გამორჩა. Ups. გავიდა ხანი და ჰოი საოცრებავ, მათ ისევ გადაწყვიტეს შეკრება. 2007 წელს ჩაატარეს ლაივი, რომელიც ამ ბენდის ისტორიაში უკანასკნელი იყო. დრამზე კი არც მეტი არც ნაკლები John Bonham-ის შვილი, Jason Bonham-ი იჭდა. რა თქმა უნდა, კონცერტი ძალიან ემოციური და დაუვიწყარი გამოდგა.
და ბოლოს 2012 წელს Kennedy Center Honor-ის დაჯილდოებაზე Led Zeppelin-ი წარადგინეს. გიტოვებთ როკის მსმენელებისთვის საყვარელი მსახიობის სპიჩს ამ საღამოზე. The greatest rock and roll band of all time. Better than the Beatles? Better than the Stones? Even better than Tenacious D. Yeah, and if you don't agree with me, it's because you never did the Zeppelin Marathon. The Zeppathon is when you sit your ass down and listen to all 9 Zepp albums in a row. It's the rock and roll Hajj. The thing that every true fan must do at least once in their lifetime. The pilgrimage to heavy metal Mecca. They sang songs about love, about Vikings, about Vikings making love. You know, they say that Led Zeppelin sold their souls to Satan. Come on, guys, you know you did. There's no other way to explain your ungodly talents. I just want to say thank you, because while you're in hell, the human race will cherish your heavenly jams till the end of time. A small price to pay. We love you. Best band ever. Best band ever.